Nice lift. Good turn. Whoa! Wow. This is where it went pear-shaped last time. Matt, so we found out she's been injured for 3 years. Oh, there you go. Wow, Ojigari. wow, wow. Robakidze. Sakotveli Gori. So well taken. ევროპის ჩემპიონატს თუ გადავხედავთ, ამ ბრძოლით მოპოვებულ ოქროს 5 შეხვედრიდან 5-ვე იპონს. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან მიხარია რომ ვასახელე საქართველოს ქართველი ხალხი. იყო დაუვიწყარი ემოციები და ყოველ დღე გონებაში მიმეორდება ეს ყველაფერი. 5 ბრინჯაოს, 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მფლობელი ქეთი რობაქიძე ევროპის ჩემპიონია. სამწლიანი დაუღალავი შრომისა და ვარჯიშის შემდეგ მიზანი მიღწეულია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ავედი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. ძალიან გამიხარდა საქართველოს დროში ყველაზე მაღლა რო ავიდა ქართული ჰიმნი რო დაიკრა ამდენი ქვეყნის წარმომადგენელთა შორის და მართლა გამიხარდა, რომ ერთადერთი გოგო ვიყავი, ვინც 8 წლის მერე ამ ხელა შედეგი გააკეთა. დაუვიწყარი ემოციები და კიდევ ერთი ახდენილი ოცნება. ეს ქეთი რობაქიძის ისტორიაა. გოგონას, რომელმაც ტატამზე პირველი ნაბიჯები სულ რამდენიმე წლის წინ გადადგა, დღეს უკვე მსოფლიო იცნობს. ძიუდო დავიწყე, როცა ვიყავი 15 წლის. ადრე არ ვიყავი დაინტერესებული ჭიდაობით. ერთადერთი ვიდეოები მხვდებოდა ხოლმე და მიხაროდა მეც ქართველების წარმატება. პირველად მახსოვს შემხვდა ტატო გრიგალაშვილის ვიდეო. და აქედან მაგ წუთიდან ტატო იყო ჩემი ფალავანი, ჩემი мотиваცია ამ სპორტში. და ის ვიდეო რომ არა, ახლა აქ არ ვიქნებოდი და დღემდე არ იქნებოდა ტატო ჩემი საყვარელი სპორტსმენი ძიუდოში. სწორედ საყვარელი სპორტსმენის ვიდეოს ნახვის შემდეგ დაიბადა მთავარი ოცნებაც. ოცნება, რომელიც მხოლოდ ტატამსა და დიდ სპორტს უკავშირდებოდა. პირველად რომ შემოვედი ძიუდოზე, ზუსტად მახსოვს 4-შაბათი დღე იყო, ჩემი დაბადების დღე და მაგ დღეს გავხდი 15 წლის. და თავიდან რომ დარბაზში შევედი, არც კიმონო მეცვა, არც არაფერი, ჩვეულებრივ სპორტულ ფორმაში ვიყავი, ძალიან მსხვენოდა, რომ მარტო მოვიყავი ეგრე გოგო. პირველი ვარჯიში მომეწონა. ამ სპორტით ძალიან დავინტერესდი და გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა ძიუდო. შესაბამისად, როცა უკვე გადავწყვიტე, რომ სპორტი პროფესიად მექცია, ძალიან სერიოზულად შევუდექი როგორც ვარჯიშების მხრივ, ასევე დისციპლინით. თავი мотиваცია, რა თქმა უნდა, პირველი საკუთარი თავია, შენ რო არა, სხვა ვერავინ იქნება ამ ადგილას. მაგრამ როცა უკვე ოჯახს ეხება საქმე, რომ ხედავ ეხაც შედეგის მერე და ზოგადად ჩემი ძველი შედეგების მერეც დედაჩემის და ჩემი მშობლების გაღიმებულ სახეებს, როგორი ბედნიერები არიან, ეს ყველაფერი ინსტინქტურად მეორდება შენ გონებაში, რომ აი კიდევ როდის მოვა ახალი დღე, რომ ისევ იგივე დავინახო მათ სახეზე ღიმილი და რომ ხედავ, რომ შენით ესე არიან წარმატებულები და როცა ხედავ, რომ რაღაც შეგიძლია, რაც მათ ახარებს და ამდენ შრომას და ამდენ წვალებას, რომ წყალში აყრი და რო უფასებ, ეს არის ყველაზე მაგარი მომენტი და ყველაზე მაგარი გრძნობა, რაც შეიძლება ადამიანმა გამოცადოს საერთოდ. არც ერთხელ ყოფილა შიში, ყოველთვის ზუსტად იცოდა რისთვის იბრძოდა. წინ არაერთ მიზანს ისახავდა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იზრდებოდა. თავად კი ფიქრობს, რომ ყველა დაცემა საბოლოოდ დიდ გამარჯვებამდე მივყავართ. ვარჯიშის წინ როცა ტატამზე შემოდიხარ, რა თქმა უნდა, თავს აძლევ დავალებას. დღეს რა იქნება შენი მიზანი, რომელი ლეთი არ გამოგივიდა, დღეს რაზე უნდა იმუშაო, რომელი ტექნიკა ან კომბინაცია უნდა დაამუშაო და ამ ყველაფერზე ცდილობ მთელი ვარჯიშის განმავლობაში კონცენტრაცია მოახდინო და იმუშაო. როცა ტატამზე შემოდიხარ, ამდენი შრომის და წვალების მერე და რო ამტკიცებ, რო ვარჯიშობ და დაღლილი რო გადიხარ და აი რო ფიქრობ, დღეს რა კარგი დღე იყო, რა მაგრად ვივარჯიშე და შენ თავთან კითხები რო აღარ გაქვს და რაღაცა რო აღარ გაწუხებს, რომ აი რაც გუშინ ვერ გავაკეთე, ეხლა რო გააკეთე. ეგ არის ყველაზე მაგარი გრძნობა. დარბაზს თუ გადავხედავთ, რა თქმა უნდა, ამ დარბაზში ძალიან ბევრი გამოჩენილი სპორტსმენების კიმონოები არის გამოფენილი. იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთი მათგანი მეც ვიქნები, რადგან ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი შრომეს და ისტორია დაწერეს, რომ აქ ყოფილიყვნენ. ერთ-ერთი მათგანი არის ქართველი ქალი სპორტსმენი ეთელი პარტელიანი და იმედი მაქვს, რომ მექნება შანსი, რომ ერთ-ერთი მათგანი ვიყავ, ის კიმონოც აქ იქნება გამოფენილი მომავალში. ჯერ 17 წლის არის, თუმცა მის სახელზე უკვე არაერთი გამარჯვებაა. ამით არ კმაყოფილდება, მიზანი კიდევ უფრო დიდია. თავისი ქვეყნის მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ გაცნობა და დიდი გამარჯვების მოპოვებაა.